სასიკვდილო დარტყმა ნატოს შიგნით. დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება დაახლოებით 5,000 ამერიკელი ჯარისკაცის გერმანიიდან გამოყვანის შესახებ და ამ შაბათს 2026 წლის 2 მაისს გახსნა ბოლო დროის ყველაზე დიდი სამხედრო კრიზისი ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს ევროპაში შეერთებული შტატების ყოფნის გულს. რადგან გერმანიაში განთავსებულია ამერიკული ლოგისტიკის ცენტრალური ბაზები, მათ შორის რამშტაინი, რომელიც შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო საყრდენი პუნქტია ამერიკის ტერიტორიის გარეთ. ეს ნაბიჯი პენტაგონმა დაადასტურა და მისი განხორციელება მომდევნო 6-დან 12 თვემდე პერიოდშია დაგეგმილი. ეხლა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს მილსონ ალუისის სანდოობის სტანდარტით. ფაქტობრივად ეს მხოლოდ პერსონალის შემცირება არ არის, ეს გაფრთხილებაა. ტრამპი ევროპელებს ეუბნება, რომ შეერთებულ შტატებს აღარ სურს მარტო შეინარჩუნოს ალიანსი, რომელიც მისი თქმით ვაშინგტონისგან ბევრს ითხოვს და კრიზისის დროს ცოტა რამ აძლევს. გამოყვანა წარმოადგენს დაახლოებით 14%-ს გერმანიაში განთავსებული 36,000 ამერიკელი სამხედროიდან. ეს არის ყოფნა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა და გამოიყენებოდა როგორც ხიდი ოპერაციებისთვის ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში. შოკი მოდის მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანთან ომის გარშემო დაძაბულობა იყო. დონალდ ტრამპმა მოითხოვა ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის კრიზისის დროს, მაგრამ ევროპულ დედაქალაქებში წინააღმდეგობას წააწყდა. იტალიამ უარი თქვა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის სიგონელას ბაზის გამოყენების ნებართვაზე სიცილიაში, ოპერაციაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთს უკავშირდება. ესპანეთიც დასახელდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვაშინგტონისთვის გზა არ გახსნეს ისე, როგორც ტრამპს ჰქონდა მოლოდინი. თეთრი სახლისთვის ეს ნდობის დარღვევა ჟღერდა იმ დროს, როცა შეერთებული შტატები აცხადებდა, რომ პირდაპირი საფრთხის წინაშე იდგა მის ინტერესებზე. ამიტომ ფაქტი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დონალდ ტრამპმა ოფიციალურად არ გამოაცხადა ნატოდან გასვლა, მაგრამ დაიწყო რეალური უკანდახევა იმ სამხედრო სტრუქტურაში, რომელიც ალიანსს ამაგრებს. ნატოდან ოფიციალურად გასასვლელად ამერიკის მთავრობას ვაშინგტონში პოლიტიკურ და იურიდიულ ბარიერებთან მოუტევდა შეჯახება, მაგრამ რეალურად გზავნილი უკვე გაიგზავნა. თუ ევროპა არ მიყვება შეერთებულ შტატებს, როცა ზეწოლა ძლიერდება, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება შეამცირონ თავიანთი დაცვა ევროპაში. გერმანია იყო მთავარი სამიზნე, რადგან ის ამერიკული სამხედრო ყოფნის ყველაზე დიდი კვანძია ევროპულ კონტინენტზე. რამშტაინი ფუნქციონირებს როგორც სარდლობის, ტრანსპორტირების, კომუნიკაციისა და სწრაფი რეაგირების ცენტრი. ის მხოლოდ გერმანიის დასაცავად არ გამოიყენება. ის გამოიყენება ჯარების, თვითმფრინავების, აღჭურვილობისა და დაზვერვის სხვადასხვა ფრონტზე გადასატანად. ამიტომ იქიდან 5,000 ჯარისკაცის გაყვანა პატარა ჟესტი არ არის. ეს არის გააზრებული შემცირება მექანიზმში, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში ამერიკული ძალა საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეინარჩუნა. ნატოს რეაქცია იყო ზიანის კონტროლის მცდელობა. ალიანსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან მერთან მუშაობს გასვლის დეტალების გასაგებად და გაიმეორა, რომ ევროპა მეტი უნდა დააბანდოს თავდაცვაში. ეს ფრაზა მნიშვნელოვანია, რადგან ის ადასტურებს ტრამპის მთავარ არგუმენტს. ევროპელმა მოკავშირეებმა წლები დაფირდნენ, რომ მეც დახარჯავდნენ, მაგრამ ვაშინგტონი კვლავ აგრძელებდა სამხედრო დაცვის ყველაზე მძიმე ტვირთის ტარებას. 2025 წელს ჰააგის სამიტზე ნატოს წევრებმა აიღეს ვალდებულება, რომ თავდაცვასა და უსაფრთხოებაში MŠP-ს 5%-მდე მიაღწევდნენ. პრობლემა ისაა, რომ ტრამპს 2035 წლამდე ლოდინი არ უნდა. მას პასუხი ეხლა სურს. ირანთან ომი გახდა ტესტი, რომელმაც ბზარი გამოავლინა. როდესაც ვაშინგტონს ბაზები, მარშრუტები, პოლიტიკური მხარდაჭერა და საზღვაო ძალების ყოფნა დასჭირდა, ევროპის ნაწილმა შეანელა ნაბიჯი. ზუსტად ამ მომენტში დაინახა ტრამპმა ნატო როგორც კომფორტული ალიანსი ევროპელებისთვის დაცვის პერიოდში. მაგრამ ნელი და მერყევი, როცა შეერთებული შტატები პასუხს ითხოვს, ყველაზე მკაცრი განცხადება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის კრიტიკის შემდეგ გაკეთდა, რომელიც ამერიკის მიერ ირანთან კრიზისის მართვას შეეხებოდა. საერთაშორისო რეპორტაჟების მიხედვით, მერცმა ვაშინგტონის სტრატეგია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. და თეთრმა სახმა ისე მოახდინა რეაგირება, თითქოს გერმანია თავად ამერიკის ძალისხმევას უტევდეს. საერთაშორისო რეპორტაჟების მიხედვით პენტაგონმა შემდეგ გამოაცხადა გაყვანა. განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის სამხედრო პოზიციის გადახედვის შემდეგ იქნა მიღებული ევროპაში. ტრამპისთვის ლოგიკა მარტივია. შეერთებული შტატები ხარჯავს, იცავს, აძლევს იარაღს, გადააქვს და იღებს მთავარ რისკს საკუთარ თავზე. როცა უკრაინას დასჭირდა, ვაშინგტონმა მიაწოდა იარაღი, ფული და სტრატეგიული მხარდაჭერა. როცა ევროპამ რუსეთისგან დაცვის გარანტია მოითხოვა, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპულ მიწაზე დარჩნენ.
მაგრამ როცა შეერთებული შტატები პირდაპირ დაუპირისპირდა ირანს, მნიშვნელოვანმა მოკავშირეებმა არჩიეს დისტანცირება, კრიტიკა ან ბაზების გამოყენების შეზღუდვა. ეს არის ის მომენტი, რომელმაც დიპლომატიური უთანხმოება ნდობის კრიზისად აქცია. ნატო დაარსდა 1959 წელს ცივი ომის დასაწყისში. 12 დამფუძნებელი ერით, მათ შორის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იტალია, კანადა და სხვა ევროპული ქვეყნები. დღეს ალიანსს 32 წევრი ჰყავს. მისი ლოგიკა ყოველთვის ნათელი იყო. ერთ წევრზე თავდასხმა ჩაითვლება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე. მაგრამ ეს მექანიზმი, რომელიც ცნობილია როგორც მეხუთე მუხლი, ისტორიაში მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული. 2001 წლის 11 სექტემბრის შეერთებულ შტატებზე თავდასხმის შემდეგ. ანუ, როდესაც ნატოს უმაღლესი დებულება ამოქმედდა, ის ამოქმედდა ამერიკელების დასაცავად. ეს დეტალი მნიშვნელოვანია ტრამპის განცხადებაში. ევროპამ კონგრესში დაცვა მიიღო, სამხედრო ყოფნა და ამერიკული გარანტია 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ როდესაც თეთრი სახლი სრულ თანხმედრას ითხოვს, ბევრი ევროპული მთავრობა სიფრთხილით, ეკონომიკური გათვლით და შიშით პასუხობს, რომ თავიანთი საზოგადოებები არ ჩაითრიონ არაპოპულარულ ომში. შედეგად, გვაქვს ალიანსი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ქაღალდზე, მაგრამ პრაქტიკაში უკვე რყევას იწყებს. გერმანია ცდილობს რეაგირებას და აცხადებს, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარი თავდაცვისთვის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ამ ნაბიჯს პროგნოზირებადი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას აპირებს. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ სამხედრო შესაძლებლობების აღდგენა ერთ დღეში არ ხდება. მხოლოდ ხარჯების გამოცხადება საკმარისი არ არის. საჭიროა ინდუსტრია, საბრძოლო მასალა, ჯარისკაცები, სარდლობა, ტრანსპორტი და პოლიტიკური ნება. და ეს ბოლო ნაწილი ყველაზე რთულია ევროპისთვის, რომელიც მიჩვეულია ამერიკის ქოლბის ქვეშმოქმედებას. ქვეშმოქმედებას მოსკოვისთვის ეს ამბავი სტრატეგიულია. თუნდაც ნატოს წინააღმდეგ გასროლის გარეშე, რუსეთი ხედავს, რომ მისი მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგე შიდა კონფლიქტში ეხვევა. თუ ალიანსი ერთიანობას კარგავს, ზეწოლაც უკრაინის ფრონტზე იცვლება. ამერიკის გასვლა გერმანიიდან შეიძლება ომს მყისიერად არ შეცვლიდეს, მაგრამ ატმოსფეროს ცვლის. ეს აჩვენებს, რომ ვაშინგტონის პრიორიტეტი შეიძლება ევროპიდან გადავიდეს ახლო აღმოსავლეთში, ინდოწყნარ ოკეანეში ან თავად ამერიკულ ნახევარსფეროში. პეკინისთვისაც ეს სიგნალი ძლიერია. ჩინეთი აკვირდება ყოველ ბზარს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, რადგან იცის რაიონში შესაძლო კრიზისი დამოკიდებული იქნება ამერიკის უნარზე, სწრაფად შექმნას კოალიციები. თუ ვაშინგტონი ნატოს მოკავშირეებთან კამათობს ბაზების, ხარჯებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, პეკინი ხვდება, რომ ამერიკის ალიანსების სისტემა ზეწოლის ქვეშაა. და როდესაც ალიანსების სისტემა სუსტდება, სტრატეგიულ მეტოქეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოცადონ საზღვრები. ეს შემთხვევა სუეზის კრიზისს მოგვაგონებს. 1956. იმ წელს გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და ისრაელი ეგვიპტეს დაესხნენ თავს, მას შემდეგ რაც გამალ აბდელ ნასერმა სუეზის არხის ნაციონალიზაცია მოახდინა. კრიზისმა ღრმა განხეთქილება გამოავლინა დასავლურ მოკავშირეებს შორის, რადგან შეერთებულმა შტატებმა არ დაუჭირა მხარი ბრიტანეთსა და საფრანგეთის ქმედებებს, როგორც ლონდონსა და პარიზს ეგონათ. თავად ნატო აღიარებს თავის ისტორიაში, რომ სუეზის კრიზისმა აჩვენა პოლიტიკური კონსულტაციების ნაკლებობა და გაყოფა ალიანსის წევრებს შორის. გაკვეთილი პირდაპირია. როდესაც მოკავშირეები კრიზისამდე სტრატეგიას არ ათანხმებენ, ალიანსი კრიზისის შემდეგ უფრო სუსტი გამოდის. ბოლო დროის მაგალითები სხვა ქვეყნებში იგივე ნიმუშს აჩვენებს. ავღანეთში ამერიკელების გამოყვანა მოკავშირეები აიძულა ევაკუაციისთვის ეჩქარათ და გამოავლინა ლოგისტიკური დამოკიდებულება. უკრაინის ომში ევროპა მეტი ავტონომიის პირობა დადო, მაგრამ კვლავ დამოკიდებული დარჩა შეიარაღებაზე, დაზვერვაზე და ლიდერობაზე შეერთებული შტატების მხრიდან. ეხლა ირანთან კრიზისის დროს იტალია, ესპანეთი და გერმანია აჩვენებენ, რომ ყოველთვის მზად არ არიან ვაშინგტონის გზას გახუნენ, როდესაც პოლიტიკური და ეკონომიკური ღირებულება მაღალია. სწორედ ამ სიცარიელეში ზეიმობენ რუსეთი და ჩინეთი, რადგან იციან, რომ ამერიკის ძალა მხოლოდ მის თვითმფრინავებსა და გემებში არ არის, არამედ იმ შესაძლებლობაში, რომ მოკავშირეები თავის მხარეს გადაიყვანოს. ამიტომ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცის გამოყვანა ოფიციალურად ნატოს დასასრული არ არის, მაგრამ ეს ძლიერი დარტყმაა იმ პოლიტიკურ პაქტზე, რომელმაც მოკავშირეები შეინარჩუნა. ნატო იყენებს ჯარებს როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს. ის ცდილობს აიძულოს ევროპელები ან მეტი დახარჯონ, მეტი მხარი დაუჭირონ და უფრო მეტად მის ხაზს გახვნენ, ან დაკარგონ ამერიკული დაცვის ნაწილი. ევროპისთვის ეს მესიჯი არასასიამოვნოა. რუსეთისა და ჩინეთისთვის კი ეს იშვიათი შესაძლებლობაა.
საბოლოოდ რაც მოხდა, იყო პოზიციის შეცვლა. შეერთებულმა შტატებმა დაიწყო თავისი სამხედრო ყოფნის შემცირება ნატოს მთავარ ევროპულ ტერიტორიაზე. მიზეზი არის ტრამპის იმედგაცრუება მოკავშირეებით, რომლებიც ვაშინგტონის თქმით ითხოვენ დაცვას, მაგრამ ყოყმანობენ, როცა მხარდაჭერის დრო დგება. და სწორედ ამიტომ ამ გამოყვანას აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე უბრალოდ ციფრები. ეს დიპლომატიურ კრიზისს გარდაქმნის აშკარა გარღვევის ნიშნად. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.